ეთერში და თემა, რომელზეც გადაცემის მეორე ნაწილში უნდა ვისაუბროთ, არის ქართული ჭიდაობა, აჭარის აბსოლუტური ფალანობა დასრულდა გუშინ და ჩვენ ტრადიციულად ვაშუქებთ ამ ტურნირს. დასრულდა ის ადგილობრივი სპორტსმენის რუსლან შავაძის გამარჯვებით, გვარი არ მეშლება, რომელიც დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია, ასევე ჩვენთან ერთად არის აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ბატონი ჯემალ წოლუკიძე. მოგესალმებით რუსლან გილოცავ, რუსლან შავაძე კიდევ ერთხელ, რომელმაც მეორედ მოიგო აღნიშნული შეჯიბრება აჭარის აბსოლუტური ფალანობა და მეორედ გახდა ამ ღირსეული ტიტულის მატარებელი. მოდი გითხარი შენი ემოციების შესახებ, ზოგადად ამ ტურნირის შესახებ, რომელიც როგორც მე ინტერვიუში მოვისმინე, დიდი სიამოვნებით ჭიდაობ ყოველთვის, როგორც აღმოჩნდა და რატომ დიდი სიამოვნებით რა მოგწონს? პირველ რიგში იმიტომ რომ მომწონს, რომ ქართულია და ეროვნულია და ძალიან სიამოვნებს ესეთ ღონისძიებებში მონაწილეობა. დიდი სიხარულისაა, რომ კონკურენციაც დიდია და სიხარულის ემოციაც დიდია და ამიტომ ძალიან დიდია სიხარულიც. გასაგებია. ბატონ ჯემალ, აჭარის აბსოლუტური ფალანობა საკმაოდ კარგი ტურნირი, რომელსაც ჩაეყარა საფუძველი და მიმდინარეობს ყოველწლიურად კიდევ და უფრო თქვათ ისეთი ხდება წარმომადგენლობითი ვიტყოდი ამ შემთხვევაში დაინტერესება მოჭიდავების მხრიდან, სპორტსმენების მხრიდან გაიზარდა და თუ ფიქრობთ რომ სხვა დონეზე ტარდება ეს ტურნირი უკვე ვიდრე თქვათ დასაწყისში იყო. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისათვის. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და რუსლანს კიდევ ერთხელ მიულოცო აჭარის აბსოლუტური ფალავანის საპატიო ტიტული, რომელიც მან მეორედ მიიღო, პირველი მან 2017 წელს მიიღო. ეს მისთვის მართლაც დიდი გამოწვევა არის და ძალიან დიდი ტიტულია და დიდი სიმძიმე ახლავს ამას და მან მთელი წელი ეს ტიტული ღირსეულად უნდა ატაროს. და ეს ჩართვას გავაკეთებ, წეგანაც ვამბობდი, სიმბოლური დამთხევა არის ის, რომ 2 წლის თავზე, როდესაც რუსალმა ლეოგრანჩი იმ ტრაგიკულ დღეებში 6 თუ 7 ადამიანის სიცოცხლე იხსნა, იმ დღეს 2 წლის თავზე ზუსტად მან ფალავნის ტიტული რაღაც სიმბოლურად იმ ხალხის ხსოვნას უძღვნა და კიდევ ერთხელ გაგვახსენა ის დღეები და გაგვახსენა მისი გმირობაც, რომლითაც მან ასე ვთქვათ ერთგვარად გამოიჩინა თავი. რაც შეეხება ფალავნობას, რუსლანი აჭარის აბსოლუტურ ფალავნობის ისტორიაში მე-7 ფალავანია. აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაცია ოფიციალურად აბსოლუტურ ფალავნობას ატარებს 2010 წლიდან. მანამდე ტარდებოდა ფალავნობები როგორ? აი ხეობის, თემის რაღაც, მაგრამ ის რომ აჭარის აბსოლუტური ფალავნობა ჩატარებულიყო, ამის საფუძველი ჩაეყარა 2000 წელს. ეს უკვე ორგზის არის და ერთი, ასე ვთქვათ, ერთი გზით უსწრებს მას ვახტანგ ზოიძე, რომელიც აჭარის ფალავანი იყო 2011 და 12 წლებში. 2013 წელს აჭარის აბსოლუტური ფალავანი გახდა თემურ თავართხილაძე, 2014 წელს მარად ზოიძე, 2015 წელს ჯემალ დიასამიძე, 2016 წელს ენრი ბერიძე, 2017-ში რუსლან ბერიძე, შავაძე უკაცრავად, 2018-ში მარად ვანაძე და 2019-ში ისევ რუსლან შავაძე. ეხლა რაც შეეხება კონკრეტულ კითხვას, ბუნებრივია ფედერაცია ისე როგორც ფედერაცია და ნებისმიერი ინსტიტუცია ცოცხალი ორგანიზმია და დინამიურად ვითარდება შესაბამისად წლის კალენდარული წლის განმავლობაში, სპორტული წლის განმავლობაში ფედერაციის იმ ღონისძიებებთან ერთად ფალავნობაც მზარდია, იზრდება და ყოველწლიურად მისი მასშტაბიც, მისი პროფესიული დონეც, საპრიზო ფონდიც, სპორტსმენთა ჩართულობაც, მოტივაციაც, შემართებაც და უფრო მეტი ასე ვთქვათ გახსნილობა აი ამ ღონისძიებაში უფრო დიდია და მე ვფიქრობ რომ 2020 წელი უფრო მეტ საშუალებას მოგცემს ფედერაციას და თითოეულ ეროვნული სტილით მოჭიდავე ფალავანს მეტად გამოავლინოს თავი და თავი რო გამოავლინო და შედეგს მიაღწიო ამისთვის სამდადითი 2020 წლის იანვრიდან თუ გვიანია უკვე აი ხვალიდან უნდა დაიწყოს ნებისმიერმა სპორტსმენმა 2020 წლის აბსოლუტურ ფალავნობაში წამოწევს. მინდა დავამატო რომ ბოდიში რო გაგაწყვეტინე, მინდა დავამატო ყოველწლიურად ისე იზრდება რომ ეს
თუნდაც ფედერაციისგან, ხელშეწყობა ფედერაციისგან ისეთი გარემოში შეწყობა, რომ უფრო და უფრო იზრდება კონკურენცია. დიახ, ჩემს სუბიექტურ შეხედულებას დავაფიქსებ, ერთ-ერთი ამ კადრებთან მიმართებაში, რაც ახლა გადის და ჩვენს მაყურებელს აქვს საშუალება რომ ადევნოს თვალი, ერთ-ერთი ჩემი სურვილი იქნება რომ მომავალ წელს თუ ეს იქნება ღია სივრცეში, თუ ეს იქნება უფრო სახალხო, თუ არის ამის საშუალება რომ არა დარბაზში და არამედ სადმე უფრო ღიად და უფრო მეტი მაყურებელი, უფრო მეტი ადამიანი ჩართული დასწრებადობას გულისხმობ შემთხვევაში და მესმის, აი ბესო ძალიან თქვენ პროფესიონალი სპორტული ჟურნალისტი ხართ და სხვათა შორის ის რას თქვით, აი გულწრფელად გეუბნები, მუდმივად ფედერაციის არა მარტო მენეჯმენტის, გულშემატკივრების, ჩვენი ვინც გვერდში გვიდგას, მუდმივი რაღაცა უკმარისობის განცდის და ტკივილის მომგვრელია, მაყურებელი და გულშემატკივარი. ღია სივრცე ეს ის პერიოდია ფალავნობის საკმაოდ ცივა, თუ არა ფედერაცია ბუნებრივია ნახელხმოყრილ მოედანზე არაერთ ღონისძიებას და თქვენც ადევნებთ თვალყურს და ეს გულშემატკივრის თემა მიუხედავად იმისა, რომ მადლობა მინდა უთხრა თქვენს ტელევიზიას მაუწყებელს, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს, თითქმის 3 კვირა სოციალური რეკლამა გადიოდა და დიდი ბევრმა ვინც მიკავშირდებოდა და ვინც პირად ასე ვთქვათ სოციალურ ქსელში თუ ტელეფონზე მწერდა, ეს იყო რომ გაიგო ზუსტად თქვენი იმ რეკლამით, რაც თქვენს ტელევიზიაში გადიოდა. მიუხედავად ამისა, ჩვენი პირადად ჩვენს ძალიან ბევრი ადამიანი პირადად მოვიპატიჟეთ, პირადად ასე ვთქვათ მივაწოდეთ ინფორმაცია აბსოლუტ ფალავნობის შესახებ, მაგრამ აი თქვენ ის რაც მიანიშნეთ, ეს ძალიან სამწუხარო რეალობა არის და მინდა ვისურვო და უსურვო ჩვენს ქართულ ჭიდაობას, ყველა გულშემატკივარს და ყველა მსგავს ღონისძიებას მასშტაბ არა აქვს მნიშვნელობა მასშტაბური იქნება თუ მცირე მასშტაბის, თქვენ იცით გულშემატკივარი უფრო მეტად აძლევს სპორტსმენს საშუალებას რომ მან გამოავლინოს და ბოლომდე რეალიზებადი გახადოს საკუთარი შესაძლებლობა. მე ვფიქრობ ამ ღია სივრცესთან დაკავშირებით შეიძლება რაიმე ტექნიკურად მოძებნა იმ საშუალების სიციოესთან და განკლავება და მომავალ წელს ალბათ ესეთი პერიოდი ემთხვევა რომ ცოტა რთულია რა გარეთ მაინც. გასაგებია ეს ყველაფერი. ჯემალ, სხვა დანარჩენი მნიშვნელოვანი ამბებიც აქვს აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციას. იგივე იუნესკოს ტურნირი, რომელიც დაგეგმილი გაქვთ და ვიცი რომ ამისთვისაც ემზადებით, ანუ წლის ბოლო მოვიდა და ერთგვარი შეჯამება რომ გავაკეთოთ. დიახ, დიდი მადლობა. იცით რა, თქვენ ძალიან კარგად იცით რომ გასულ წელს თქვენი ეთერით არაერთხელ გაშუქდა, პირდაპირ ეთერშიც ვიყავით მოწვეული, მაშინაც თქვით და ეს დიდი სიხარული მთელ საქართველოსთვის, ასე ვთქვათ, ერთგვარი გადამდები იყო და ყველა აღფრთოვანებული ვიყავით აი 2018 წლის იმ 29 ნოემბერს პორტ-ლუისში, მავრიკის ქალაქში, იუნესკოს მთავრობას შორის კომიტეტის მე-13 სესიაზე რაც მოხდა, ეს ჩვენი ქართული, ეს ეროვნული, ეს ჩვენი ღირსება, ჭიდაობა იუნესკოს მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში, როცა შევიდა, ამით ფაქტიურად მსოფლიო იუნესკომ აღიარა ქართული ჭიდაობა. გამომდინარე აქედან ჩვენ ფედერაციაში დაგვებადა იდეა და მე ვფიქრობ ასე ვთქვათ ძალიან დროული იდეა და გუშინ მაგალითად ფალავნობას საკმაოდ წარმომადგენლობით ისტუმრები ესწრებოდნენ, მათ შორის თბილისიდანაც და აი გუშინ პირად საუბარში საქართველოს თქვენმა კოლეგამ გაბრიელ ბარჯაძემ, წერალმა, ჟურნალისტმა, საქართველოს სამბოს ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მოგვიწონა ჩვენი ეს ასე ვთქვათ გადაწყვეტილება. ღია ტურნირი ტარდება, აჭარის მუნიციპალიტეტების გარდა ფინანსური შესაძლებლობები იმდენი ვერ გქონდა და ვერ გავწვდით. 3 მუნიციპალიტეტი ყავს მოწვეული, ხაშურის, ცაგერის და ქუთაისის ჭაბუკებში ტარდება 2004 წლებში. 30 ჩამოსვლა, დაბინავება აწუნა და პირველ ჭიდაობა და მე ვფიქრობ, ამით ჩვენ პირველად აი ამ იუნესკოს აღიარების შემდგომ ერთგვარად პატივს მივაგებთ და მადლიერებას გამოვხატავთ იმ სოფლიო
ორგანიზაციის ეს იცი თქვენ გაიროს კულტურის ორგანიზაცია არის, კულტურის და მეცნიერების ორგანიზაცია, იმ გადაწყვეტილების გამო, რითაც თითოეული ქართველის და თითოეული ჩვენი გულშემატკივარი სპორტსმენის და ეროვნული სულით გამშვალ ადამიანის, ასე ვთქვათ, გულები მოიგო და ის სიხარული და ვფიქრობ ეს ტურნირიც ლამაზად ჩატარდება და ის ჭაბუკი თავისი აი იმ ქართული ჩოხით და თავისი იმ შემართებით და ჭიდაობით თავის წვლილს შეიტანს და თავისებურად მადლიერებას გამოხატავს იუნესკოს იმ გადაწყვეტილების გამო, რომელიც ერთი წლის თავზე იქნა მიღებული. ძალიან კარგი, ჩვენ დასრულებისკენ უნდა წავიდეთ, ნენა და რუსლანს მინდა დაუსვა კითხვა ჩვენ წინა სტუმრობის დროს სხვა ფალამასაც კითხე იგივე შეკითხვა, აი ამ სპორტის სახეობას შენი აზრით როგორც ჩართულის ადამიანის აი რა ჭირდება კიდევ უფრო მეტი განვითარებისთვის, უფრო მეტი ტურნირი, უფრო მეტი ფინანსები თუ რა? მე ვფიქრობ უფრო მეტი წლიურად როგორც გითხარით წეგან ყოველწლიურად ისე ფედერაციისგან ისე ხელშეწყობა ფინანსურად ისე ვითარდება რომ უფრო მეტი კონკურენცია მე ვფიქრობ რომ უფრო ფინანსურად ჩვენს იქ უსმენდის სტუმარი ქალბატონი რო იყო აი მონაკოს პრინცის ფინანსები გვინდა ჩვენ რო მონაკოს პრინცის ფინანსები გულწრფელად გისურვებთ აი ამ ფინანსებს და ამ ფინანსების ეს ფინანსი ყველაფერი არ არის ხო და ამ ფინანსების გამო ძალიან დიდ საქმეს აკეთებთ ისესაც მადლობას გეტყვით და ვიმედოვნებ რომ კიდევ უფრო საინტერესო იქნება მომავალ წელს საბჭოთა ფალამა კიდევ უფრო მეტი გულშემატკივარი მინდა ძალიან დიდი მადლობა თქვენ ამ ხარდაჭერისთვის და ყოველწლიურად კონკურენციაც ყოველწლიურად ფინანსურად ყოველწლიურად ფედერაციისგან მხარდაჭერა უფრო და უფრო იზრდება. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ჩვენ ვიშტოვებთ სტუმრებს და გადაცემის ბოლოს რა თქმა უნდა გეტყვით რომ კრისტალბეთ ეროვნული ლიგა სრულდება როგორც იცით დარჩენილია სულ რაღაც ერთი ტური და ყოველ ტურში გადაწყდება საქართველოს ჩემპიონის ბედი ბათუმის დინამო თუ თბილისის დინამო ამ ორ გუნდს შორის ჩვენი ტელევიზიის ეთერით ჰქონდათ საშუალება რომ პირდაპირ ტრანსლაციას გადანებიდათ თვალი და ვინც გამოტოვა ახლა შეიძლება შეუძლია ნახოს სრული მიმოხილვა 35 ბოლოს წინა ტურის მე კი ამით დაგემშვიდობებით დღეს და მომავალ ორ შაბათამდე მომავალ ორ შაბათს შევხვდებით ისევ აქ ამ ადგილას ნახვამდის კეთილი სრულებით